ეს მართლა ძალიან დამახასიათებელია ზოგადად ქართული ოცნებისათვის, მათი რიტორიკისთვის, რომ იწყებენ რაღაცას, ისე რომ არ ფიქრობენ ეს ადამიანი შეიძლება წავიდეს, უბრალოდ აი რაღაც თითქოს რაღაც ტალღას მიყვებიან, მერე უცებ იხევენ უკან, მერე რაღაცას შეცვლიან, მერე ეს ძალიან ხშირად ხდება. ეს ხდება ყველა მიმართულებაში, რასაც არ შევხედოთ. ახლა ჩვენ ალბათ განათლების რეფორმაზე კიდევ ვისაუბრებთ და იქ ყველა ნაბიჯზე ვხედავთ, რომ უკან დაიხევენ, მერე წინ მიდიან, მერე კიდე. რაც შეეხება აი ამ ძალადობრივ ჯგუფებს, ეს მართლა სასაცილო გახდა. უბრალოდ რა არის ძალიან შემაშფოთებელი, რომ ადრე ასეთი ჯგუფის დაანონსება გამოიწვევდა არა დაცინვას ჯანსაღი მოსახლეობის და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მხრიდან, არამედ აღშფოთებას და საპროტესტო მუხტს აწევდა. დღეს ეს არის უკვე დაცინვა, დღეს ყველაფერზე ვიცინით. ვახუშტი სანაიას დაკავების მერე ძირითადად იყო სასაცილო ის რის გამო დაიჭირეს. იყო სასაცილო ის როგორ პასუხობდა ვახო ამას, ანუ კარგად სასაცილო ასე ვთქვათ რა ვახო ძალიან მახულგონიურულად პასუხობდა და სინამათ და აი ამ სიცილში ავყევით ყველა. ამ დროს ეს არ არის სასაცილო, იმიტომ რომ ჩვენ მივდივართ ძალიან სახიფათო ზღვარამდე, როდესაც ჩვენ ამას შევეგუებით და სახლში გავიცინებთ, სამზარეულოებში ვისხდებით და ვიცინებთ. ამაზე გვეცოდინება, რომ ჩვენ გაცილებით უკეთესები ვართ, ვიდრე ჩვენი მთავრობა, ვიდრე ის ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობთ, რომ ჩვენ ვიცით რა გვინდა, რომ თუ არჩევნები ოდესმე იქნება სამართლიანი და ნორმალური, ვიცით ვის უნდა მივცეთ ხმა, მაგრამ ეს სამართლიანი არჩევნები არასოდეს არ მოვა, იმიტომ რომ არაფერს არ გავაკეთებთ ამისთვის. თითოეული ჩვენგანი აქ გულისხმობ ყველას, პოლიტიკოს, ჟურნალისტს, ჩვეულებრივ მოქალაქეს, თუნდაც არაოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეს, რომელსაც ხო შეიძლება დაგაინტერესოს მართლა იმარჯვებს თუ არა ის ძალა, რომელსაც შენ ამდენი ხანია მხარს უჭერ. მართლა არის თუ არა 50 აკაცუკი თუ არის უმრავლესობა, როგორც ვთქვათ, ოპოზიცია აქვს. აი ესეც ამის ინტერესიც აღარ არსებობს უკვე. აი არის ის, რომ კი, როდესაც საქმეზე მიდგება, მე ვიცი რა უნდა გავაკეთო, მაგრამ დღეს აი ესე ვიქნები. დღეს არ მინდა რომ დავჯარიმდე, დღეს არ მინდა რომ Facebook-ზე რაღაც ზედმეტი დავწერო და ღმერთმა არქნას და ციხეში არ აღმოჩნდა და აი ამითი მივდივართ. აი რაღაცა რომ სუსხავი ეფექტი აქვს ამას. დამაჩვენებელი ეფექტი აქვს უფრო და არა მსუსხავი. აი მოგვიჩლუნგა რაღაცა, მე არ ამომდის თვალებიდან ეს კადრი, როდესაც მე სამწუხაროდ იმ დღეს არ ვიყავი უნივერსიტეტში და ვუყურე TikTok-ზე და არ ვიცოდი რომ ეს ხდებოდა. უნივერსიტეტის წინ როცა დააკავეს ის გოგონა და ხელბორკილები და ტროტუარზე დგომის გამო, რომელიც ელოდებოდა პატრულის ეკიპაჟს, რომელიც მოვიდა წითელი ლაკით, ახალი გაკეთებული მანიკიურით ერთ-ერთი პოლიციელი, აი ძალიან ეს იყო, აი დამცინავი იყო ეს მართლა ყველაფერი და ეს ახალ გამოჩეკული პროკურორი გოგო ბიჭები და ეს არა მე ცით კიდე რამ სკრინის დეპარტამენტის გოგოები პრანჭებიან კამერების მაგრამ აი ის რომ არავის არ ქონა პროტესტი. უბრალოდ პროტესტი ყველას ქონა, მაგრამ არავინ არ გამოვიდა ამ გოგოს დასაცავად. როგორ გახდა დასაშვები ამას? აი დასაშვები გახდა ეს ყველაფერი. სკრინაც მივიღეთ, იმიტომ რომ ეს გავხადეთ ჩვენ დასაშვები. აი ყველაფერს მივიღებთ, რასაც გავხდით დასაშვებს. აი ეს არის ალბათ დღეს ის რაც შეიძლება ამ სკროლებში იყოს ამ ძალადობრივი არ ხდება საზოგადოებრივი. ძალადობრივი ჯგუფები სულ იყო, აი თქვენ გაიხსენეთ, რამდენი ჯგუფი იყო, არ მინდა ჩამოვთვალო პირდაპირ ჯგუფების სახელები და ადამიანების სახელები, ვინც ამ ჯგუფებს წინ უძღოდნენ, თუნდაც ის როგორც მოხდა, ვითომ რომ წმინდა ნინოს ჯვარი ქვია პარლამენტის წინ, ხო? ესეც ძალადობრივი აქტის შედეგად იყო, რომ იქ დაარჩეს, რომ ვითომ რაღაცა, რა ქვია, მრავალფეროვნების წინააღმდეგ და ამ ყოველთვის ესეთი ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ ამაზე ადეკვატური პასუხი იყო ძალიან მწვავე პასუხი. ხალავანდიშვილები, ბევრი ჯგუფი არსებობდა ასეთი. კი, მაგრამ ამაზე პასუხი სულ იყო. აი გაიხსენეთ ფილმის ჩვენებაზე რა ამბავი იყო, ხო? გაიხსენეთ როგორ პასუხი 5 ივლისს რაც მოხდა ეს ყველაფერი იყო, აი ამ ძალადობისა და არაძალადობის დაპირისპირება. აი ეს კადრი, ფერადი, ჭრელ-ჭრელი ბავშვები, რომლებიც უპირისპირდებიან შავაბში ჩაცმულ სპეცრას, რომელიც ნელ-ნელა უკან იხევს, ხო? ეს იყო ჩვენი არსის შემდგენელი ნაწილები და აი ეს რაღაცა მოგვიჩლუნგდა და ვიხსენებთ რა კაი იყო 24-ში რომ გვარბევდნენ. აი აქამდე მივედით, რომ თურმე რა კარგი იყო, იმიტომ რომ მაშინ ცოცხლები ვიყავით. ეხლა ვართ რაღაცნაირად აი მოდუნებულ, აი ესე შეგუებულ მდგომარეობაში, რომ როგორც იქნება. ან უკრაინა მოიგებს, ან რა ვიცი, პუტინი მოკვდება, ან რაღაც. აი ამაზე ვართ ჩამოკიდებული და თქვენ ესე რა თქმა უნდა.